მოგესალმებით, თითოეულ თქვენთანაც უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერილად ჩამოერხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც არ მიცოთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. მოკლედ, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში, პირადი დიაგნოსტიკისთვის, მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე. ასევე რიტუალებისთვის და სანთლებისთვის, რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, არც იმოდით ესეთი გაშლა გავაკეთოთ. არის თუ არა მესამე პირი თქვენს ურთიერთობაში. შეიძლება იყოს, ახლა ვინც იცით, რომ არის კონკრეტულად მესამე პირი, ალბათ ცოტა ისეთი მომენტია, ხო, მაგრამ ნახოთ აბა რა ურთიერთობა არის და ნახოთ მერე რა ხდება. არის თუ არა მესამე პირი თქვენს ურთიერთობაში. რა ურთიერთობაა? ესე იგი, გინდათ დაახშოთ, გინდათ მოკლათ, გინდათ არ ვიცი, რა ვიცი, რო იტყვიან, გაბრაზებული ხართ საკმაოდ პირველ რიგში. გაბრაზებული ხართ იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანი მას შეიძლება ითქვას, რომ არ დააყენა საშველი აქ სიტუაციას და არ დაალაგა მდგომარეობა, ხო? აქ შეიძლება იყოს კიდე ის მომენტი, რომ თქვენი ურთიერთობა ეს არის ურთიერთობა, რა ვიტყვიან ესეთი სამსახურებრივი რომანის მდგომარეობა შესაძლებელია იყოს. კი ბატონო, აქ გაქვთ შეიძლება საერთო ბიზნესის მომენტი იყოს და მერე წამოვიდა ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ეხლა რატომღაც გაბრაზებული ხართ, რაღაცეებს აკვირდებით, თითქოს ადამიანი უფრო მატერიალურშია გადასული. შეიძლება თქვენც იყოთ მატერიალურში გადასული, აი რაღაცა, იცით როგორი მომენტია, ურთიერთობაში ფინანსები უფრო მეტი ჩანს, ვიდრე ურთიერთობა. რა ურთიერთობაა? რთული ურთიერთობა არ არის აქ რაღაც ისეთი მომენტი, შესაძლებელია რომ ემოციები არის, რაღაცა სასიამოვნო მომენტი, მაგრამ ადამიანი თითქოს არაფერს არ აკეთებს იმისად, რომ აქ ურთიერთობაზე ვისაუბროთ, ხო? არის პერიოდულობით რაღაცა ამონთება ურთიერთობის, რაღაცა ემოციების მიცემა, მერე ისევ რაღაცნაირად გაქცევა, ხო? რაღაცა სირთულეები და სიმძიმეები ამ ურთიერთობას ნამდვილად ახლავს და მოდით ესე ვიტყვი, რომ აქ პირდაპირ აღარც მჭირდება, მე მგონი, მაგ კითხვის დასმა არის თუ არა მესამე პირები თქო, ფაქტიურად უკვე მაჩვენა, რომ აქ მესამე პირების მდგომარეობა არის. თქვენ ხართ გაბრაზებული იმასთან მიმართებაში, რომ ადამიანმა ვერ დააყენა საშველი და ვერ დაალაგა, თქვათ, თავისი რაღაცა სიტუაციები, შეიძლება იყოს ესეთი მომენტი, რომ აი მატერიალურად უნდა დამდგარიყო ფეხზე და რაღაცა საერთოდ გააკეთეთ იმისთვის, რომ დამდგარიყავით და მერე გაეკეთებინა გადმოედგა ნაბიჯი, მოდით ესე ვთქვათ, ეხლა მაინდა-მაინც პირდაპირ მეუღლეზე არ გადავალ და შესაძლებელია ოჯახური მდგომარეობაც არის, ხო, არის ესეთი შემთხვევები, როდესაც ერთ ოთახიან ბინაში ცხოვრობთ დედამთილი, მამამთილი, მაზლი, რძალი და ასე შემდეგ და უბრალოდ თქვენ ვეღარ მიგიყვანდათ იქ, ადამიანმა ჩათვალა რომ რაღაცა უნდა შეექმნა და მერე რაღაც გადაედგა, ხო? ანუ ესეთი მომენტებიც ხო ხდება და ნახეთ აქ როგორი მომენტია, სიმძიმეა, ან თითქოს რაღაცნაირად ინაწილებთ ამ რაღაცა ნახეთ მდგომარეობას განსაკუთრებულად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აქ ადამიანები, რომლებსაც რაღაცა მატერიალურად უფრო ესეთი სიტუაციები აქვს. როგორი მომენტია, იცით, შეიძლება ითქვას, რომ შეთანხმდით, კი ბატონო, ჩვენ რაღაცა შევქმნით და ცოტას რაღაც წინ წამოვიწევთ და მერე გავაკეთებთ, გადავინაწილეთ პრობლემები, გადავინაწილეთ რაღაცა ფუნქციები. ადამიანს აქვს ემოციები, ვერ ვიტყვი რომ არ აქვს ემოციები, მაგრამ უკვე თქვენ ბრაზი გაქვთ, რაზეც ის ნახეთ, შეიძლება აქ უკვე რაღაცა ურთიერთობა მესამე წელში გადავიდა ვიღაცისთვის რაღაცა მომენტში და აი უკვე 3 წელიწადია რომ ვერ დააყენა ადამიანმა საშველი, თან უბრალოდ როგორი მომენტია, აი სულ თქვენს ხო არის ესეთი მომენტი, რომ ის სულ მე ვარ წამყვანი, ქალია წამყვანი, ან შეიძლება მარტო კაცი იყოს წამყვანი, ანუ არა, ერთი კონკრეტული პიროვნებაა წამყვანი პარტნიორებში, ანუ ორივე კი გადაინაწილეს, მაგრამ ერთს უფრო მიყავს და ერთი უფრო ასრულებს ყველაფერს
და იბრძვის იმისთვის, რომ წინ წავიდეს, მაგრამ აქ აშკარად რაღაცნაირად მიუხედავად ისა, რომ გზა ხსნილია, მიუხედავად ისა, რომ ცავსებით შეიძლება და მარტივად შეიძლება დაალაგოს სიტუაცია, რაღაცა ადამიანი ვერ ახერხებს რაღაცის დაალაგებას. რა უშლის ხელს ამ ადამიანს, რა უშლის ხელს, რომ დაალაგოს ყველაფერი. იცით როგორი რაღაცა არის, აი შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს ნახეთ აქვს ესეთი მომენტი, აი სულ რაღაცას რო ელოდება, სულ რაღაცნაირად რო აი დღეს კერად, აი ხვალ უკეთესი, აი სულ რაღაცა მომავალში უკეთეს ელოდება. შეიძლება იყოს ეს მატერიალური კუთხით იყოს, შეიძლება რაღაც ეს აი ადამიანს როგორი მომენტი აქვს, იცით, აი პასუხისგებლობების მომენტიც, აი აქვს ნება, აქვს სასურველი ურთიერთობის სურვილი, აქვს რაღაცა მომენტი, მაგრამ აქ არის მესამე პირების მდგომარეობა, კიდევ ერთხელ დამიდასტურა არკანმა, აქ არის მესამე პირების მდგომარეობა, შესაძლებელია ხა აქ უკვე ნახეთ როგორი მომენტი არის. ერთის მხრივ შესაძლებელია რომ იყოს კი ბატონო ოჯახური სიტუაცია, მაგრამ მეორეს მხრივ შესაძლებელია აქ იყოს ადამიანი უბრალოდ არჩევანის წინაშე. ნახეთ როგორი მომენტია ეს არჩევანის წინაშე. რაღაცა ყავს მეუღლე, ყავს შვილები, ვთქვათ პირობითად, არ ვარ იქ ბედნიერი, ვამბობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არც აი მოდი ერთად რაღაცა დავიწყოთ და ეს რაღაც სიტუაციებით დავალაგოთ და მე იქიდან წამოვალ, ხო? არის ესეთი შემთხვევებიც ხოლმე. და ადამიანი ამას აგრძელებს, აქ 3-4 წელიწადით შეიძლება უკვე ეს ურთიერთობა მიდის ესე, რომ დღეს არა ხვალ არაზე, სულ რაღაცა მიზეზი არის. კიდევ ერთხელ გონით, აქვს ადამიანს თქვენ დამევნებაც, ემოციური მომენტიც, სურვილიც, მაგრამ ეს არის, ნახეთ, ძალიან მსუბუქი. ის უბრალოდ კარგად გზავს თავს თქვენთან, ის უბრალოდ მყარად არის თქვენთან. აქვს, ნახეთ, ახლა მატერიალური გარანტიის მომენტი, კი რა, ნახეთ, რაღაცა მომენტში შეიძლება თქვენ ამ ადამიანის ცხოვრებაში რომ გამოჩდით, მისი მატერიალური კუთხით დაალაგდა ხდებით, ნახეთ რა მომენტია, როდესაც აიძულეთ რომ თქვათ არ მუშაობდა და რაღაცა სამუშაოზე გასულიყო, ან რაღაცა ალტერნატივა შესთავაზეთ, რომ მაინდა-მაინც თქვათ თუ ვერ დაჯდები მინისტრის სკამზე, შეგიძლია, რა ვიცი, გახვიდე და კურიერად იმუშაო, მაგრამ შენი შემოსავალი გქონდეს ხდებით. აი აქ როგორი მომენტია, ამ ადამიანის ცხოვრების რაღაცა სხვანაირი მიდგომა დაანახეთ. და ახლა უკვე გაქვთ ეს ბრაზი თქვენ და რა თქმა უნდა გექნებათ ბრაზი, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არაფერს არ აკეთებდა და თქვენთან არსებობის მერე გადაინაწილეთ. ნახეთ, აქ მაინდა-მაინც ის მომენტი არ არის, რომ გადავინაწილე მხოლოდ ფინანსური კუთხე, არა, ნახეთ, მისი ემოციური პრობლემებიც რო გადაინაწილეთ, ხო, თქვათ პირობითად, აი რაღაცა, როდესაც უსმენთ მის პრობლემას, რაღაცა სიტუაციას, ხო, ამას ხო ყველა ადამიანი, ნახეთ, ვიღებთ ამას ჩვენ თავზე, ხო, ეს ნეგატიურად მოქმედებს ჩვენზე, ანუ არავინ არ თქოს, რომ 24 შვიდზე ვიღაცა რომ გეწუწუნებათ, დამიჯერეთ, რომ ეს არის იმაზე უარესი, ვიდრე ვიღაცა მივიდეს და მართლა რაღაცა დაკვეთა მისცეს შავ მაგიასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ესეც არ არის. აი 24 შვიდზე რომ ადამიანი გეწუწუნება, სულ პრობლემებს გელაპარაკება, სულ რაღაცა მსგავსი მომენტი აქვს, ის ენერგეტიკულად ფაქტიურად გასუსტებს. ის ენერგეტიკულად იღებს იმ შენს დადებით ენერგიას, რაც გაქვს და გტოვებს გამოცარიელებულს, აი ლიმონს რო გაწურავ და წვენი რო გამოუვა და რაღაც ესეთი აღარ არის საوارგისი, ხო, ეს ლიმონის ცედრა რო რჩება მხოლოდ აი ესე გამოწურული ლიმონივით ტოვებს ადამიანს. აქ არიან მესამე პირების მდგომარეობა და შესაბამისად ადამიანი მაგიტომაც ვერ დგავს და არ დგავს. უბრალოდ შეიძლება ნახეთ როგორი მომენტი, აი რაღაცას ელოდება. ოღონდ რას ელოდება? მოდით რას ელოდება, ვნახოთ. რას ელოდება? რას ელოდება? ნახეთ, რო გითხათ, რომ ადამიანი რაღაცას ელოდება, სად ესე ბოლომდე დალოდების მომენტი არ არის. მოდით ესე ვიტყვი, აქ შესაძლებელია იყოს მანიპულატორული მომენტები.
რაღაცის დაკარგვის შიში, ვთქვათ, მეუღლესთან ერთად თუ რაღაცა ქონებრივი დანაკარგის პრობლემა შეიძლება იყოს აქ ერთის მხრივ. მეორე მხრივ რაღაცა შვილებთან კომუნიკაციის პრობლემა შესაძლებელია იყოს. აი, ნახეთ, აქ არის ერთის მხრივ შეიძლება ვიღაცისთვის იყოს კონკრეტულად რაღაცა ნეგატიური ზემოქმედება, როდესაც მიჯაჭვულობას აკეთებენ ხოლმე და სამწუხაროდ მე პირადად მე ვთვლი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ცოლი ერქმევა იმას თუ ქმარი ერქმევა თუ ვინ ერქმევა, არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჯაჭვულობის მდგომარეობა, იმიტომ რომ ეს არ არის სწორი ადამიანის თუ უნდა ვიღაცასთან წასვლა, წავიდეს ღმერთმა ხელი მოუმართოს, თქვენი ბედი და გაგეხსნებათ და თქვენი ცხოვრება გექნებათ. მე პირადად არ აქვს მნიშვნელობა ცოლია თუ ვინც არ უნდა იყოს, წინააღმდეგი ვარ ესე ადამიანის ჩაკეტვის. აქ არის ერთის მხრივ შესაძლებელია მაგიური მომენტებიც, რაღაცა მიჯაჭვულობები, რაღაცა ჩაკეტვები, ავიც ბოქლომების დადებები და ასე შემდეგ. ადამიანს აქვს შინაგანი ბრძოლები, ადამიანს აქვს რაღაც ესეთი ემოციური მომენტი, მაგრამ ადამიანი რაღაცნაირად ვერ ახერხებს, რომ ეს ყველაფერი დაალაგოს. ნახეთ, აქვს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ შიში იმის, რომ ყველაფერი თავზე დაემხობა, შიში იმის, რომ რაღაცა შეიძლება ფინანსური კუთხით პრობლემა, ანუ ქონებრივი პრობლემა შეექმნას ვიღაცისთვის შვილების მდგომარეობის მომენტი. აქ ყოველ შემთხვევაში აქ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანს შეიძლება ითქვას რაღაცა კომფორტის ზონა ნათ შეიძლება აქვს ქცეულიც ეს მომენტი შეიძლება იყოს, ნახეთ, ადამიანს ნისთვის ის სივრცეც, თუნდაც კონფლიქტური სივრცე იყოს, თუ ყოველ შემთხვევაში ხშირად ეგრეა ხოლმე, რომ აი არაფერი არ ხდება, 10 წელია ურთიერთობა არ აგვაქვს, ოღონდ მე ამ 10 წელიწადის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ თვენახევრი შვილი ყავს და ფიზიკურად თუ არა გაქვს, რანაირად გაჩნდა ეს ბავშვი, არ ვიცი, მაგრამ ნუ არის ეგეთი შემთხვევებიც ხოლმე და ნახეთ აქ არის რაღაცა ბოდიშით ერთის მხრივ манипуляტორული მომენტები და მეორეს მხრივ თვითონ ამ ადამიანისგან манипуляტორული მოქმედება, იმიტომ რომ ადამიანს მოსწონს ორ სკამზე ყოფნა, შეიძლება თქვენგან რაღაცა რესურსი იღებს, აი ზუსტად იმ რესურს, რომელიც სჭირდება მერე სამწუხაროდ არის ხოლმე ესეთი მომენტებიც, როდესაც ყავთ მეგობარი ქალბატონები, ამ ქალბატონებთან ან მეგობარი მამაკაცები, ან არ გეკონოთ მამაკაცები, რომ რაღაცა მსგავსი ის მაქვს, იმიტომ რომ მე პირიქით ვარ ხოლმე ხშირად დაზარალებული მამაკაცები, უფრო მეტი მინახია ვიდრე ქალები, ყოფილა ეგეთ შემთხვევებიც და ნახეთ როგორი მომენტია. კონკრეტულად იმ ადამიანისგან, რომელიც არის ოჯახის გვერდიდან, იღებს ადამიანი ემოციას, სითბოს, ურთიერთპატივისცემას, ზრუნვას, ვნებას, ხვდებით? შეივსო ადამიანი და იმ სივრცეში წავიდა და იქ უკვე დაიძინა თუ საჭმელი ჭამა თუ ბავშვებს თავზე ხელი გადაუსვა თუ მეუღლესთან რამე საუბარი წამოიწყო, ანუ ნახეთ, აქედან იღებს ენერგიას და იქ მერე უკვე უმარტივდება. არიან ესეთი კატეგორია ადამიანების, ქალის და კაცის, არ გეკონოთ რომ არ მარტო მამაკაცები არიან. და ნახეთ, ზუსტად ეს მომენტი შეიძლება იყოს, რომ ადამიანი თვითონვე მანიპულირებდეს ყველაფერზე, თვითონვე ყვებოდეს იმ ზღაპრებს, რომ იქ რაღაცა ვერ მიხედავენ შვილებს ამის გარეშე, რომ იქ ცხოვრება დაინგრევათ, იქ ეს რო არ იყოს ყველაფერი თავდაყირა დაუდგებათ, იმიტომ რომ ადამიანი ორ სკამზე ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს, ხო? ძალიან კარგად არის ამ სიტუაციაში. მოდით ვნახოთ რეალურად იქ სადღაც, სადაც მეორე მხარეა, როგორ გრძნობს ეს ადამიანი თავს, როგორ გრძნობს. იცით როგორი მომენტია, აი რაღაცა მომენტში ვიტყოდი, რომ დიდად კარგად აღდათ არ უნდა გრძნობდეს ეს ადამიანი, იქ თითქმის ყველაფერი დასრულებული აქვს, შეიძლება ნუ აღარ არის ისეთი მომენტი, მაგრამ ნახეთ როგორი რაღაცა არის, მაგრამ მაინც ცდილობს იქ ყველაფერი შეინარჩუნოს, მაინც ნახეთ შეიძლება აი ზუსტად ეგ მომენტი იყოს, რომ თქვენ ხარჯზე ადამიანი ინარჩუნებს იმას, რაც არის. ინარჩუნებს, აი თქვენ ხარჯზე მუშაობს იქ იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ოჯახური მდგომარეობა, იმიტომ რომ აქ
ახერხებს დაბალანსებას. მიუხედავად ისა, რომ რაღაცა მომენტები აქვს პრობლემური სიტუაცია, ხანდახან ფიქრობს, რომ აი რაღაცა დაასრულოს, წავიდეს, მაგრამ მეორე მომენტში ადამიანი როდესაც ექმნება, ნახეთ რაც საინტერესო მომენტია, ადამიანს სხვათა შორის ექმნება და არაერთხელ შექმნია ისეთი მომენტი, რომ მას უნდა დაეტოვებინა იქაურობა, მაგრამ ადამიანმა პირიქით შეეცადა დაებალანსებინა, ისევ თავიდან დაიწყო ურთიერთობა, ისევ დაიწყო მუშაობა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა ოჯახი. აქ, არ ვიცი ხა ამ ადამიანს რა აკავებს ესე, უბრალოდ მართლა მოსწონს ესე ყოფნა. ყოველ შემთხვევაში, ესე ვიტყვი, რომ ქონდა მას ესეთი მდგომარეობა, ქონდა ესეთი პერიოდი, როდესაც შესაძლებელი იყო, რომ დაესრულებინა, მაგრამ არ დაასრულა. როგორ გრძნობს ეს ადამიანი იქ თავს? რაღაც მომენტებში ნამდვილად ვერ გრძნობს კარგად, საკმაოდ დეპრესიულად გრძნობს თავს, რაღაცა ქაოტურად გრძნობს, მაგრამ მაინც ცდილობს, რომ იქ რაღაცეები დააბალანსოს, დაალაგოს და მშვიდად იყოს ურთიერთობაში. ასე რომ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა. მე გისურვებთ ბედნიერ ურთიერთობებს, მესამე, მეოთხე, მეათე, მე-15 პირების გარეშე წარმატებას თითოეულ თქვენთაგანს, ბედნიერებას, იმიტომ ყველა ადამიანს, ქალია, კაცია თუ ვინც არ უნდა იყოს, ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი. ჩემი დევიზი ეგ არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, ყველას აქვს თავისი წილი ბედნიერების უფლება ამ ქვეყანაზე. დროებით.